USAID-ის საქმიანობაზე საუბრობს ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო. მისი განცხადებით, ორგანიზაცია ბევრ ქვეყანაში მუშაობდა და ერეოდა პოლიტიკაში, არჩევნებში. ლასლოს თქმით, USAID-ის საქმიანობის შეფასება დაიწყო და ეს საინტერესო პროცესია. USAID ძალიან აქტიურად მუშაობდა ათწლეულების მანძილზე ბევრ ქვეყანაში და ვისაც აქვს გამოცდილება, ვინც იგრძნო საკუთარ ქვეყანაში USAID-ის მუშაობა, მათ შეუმჩნევიათ ამ ორგანიზაციის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ჩარევა, პროექტები. მათი საქმიანობის შეფასება ძალიან საინტერესო პროცესია და ეს ახლახანს დაიწყო. ჩვენ ჯერ რამდენიმე ინფორმაცია ვიხილეთ და ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც გარკვეულწილად სამომავლოდ ევროპულ პოლიტიკას განსაზღვრავს. ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო არაპირდაპირი ჩარევა პოლიტიკაში, არჩევნებში, დემოკრატიაშიც კი. რამდენიმე წლის წინ უნგრეთში მივიღეთ კანონი არასამთავრობოების გამჭვირვალობის შესახებ და ეს ეხება უცხოურ დაფინანსებას. მსგავსი კანონი ბევრ სხვა ქვეყანას აქვს და მათ შორის საქართველოსაც. მნიშვნელოვანი იყო კანონი იმის გამო, რომ უცხოური გავლენა გახშირდა. ისეთი ფართო სპექტრი მოიცვა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას, არჩევნების უსაფრთხოებას, ერთიანობას და დემოკრატიას დაუკავშირდა. თუ USAID პარტნიორების დახმარებით ჩვენ ქვეყანაში ნაკლებად შეძლებს ორგანიზაციების დაფინანსებას, არ ექნება უნარი ჩაერიოს დემოკრატიაში, მაშინ ეს იქნება კარგი ნიშანი და წლების მანძილზე არასამთავრობოების გამჭვირვალეობასთან, მათ დაფინანსებასთან დაკავშირებულ ბრძოლას გაცილებით მეტად გააიოლებს, არარელევანტურს გახდის და უფრო მეტის დაასრულებს, რადგან მათი აქტივობა შეიძლება უბრალოდ გაჩერდეს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან დაეფუძნება გულწრფელ დამოკიდებულებას, დიპლომატიას და პოლიტიკურ დიალოგს. აღარ იქნება საჭირო შემოვლითი გზებით, უკანა მხრიდან შეთანხმებები, ბუნდოვანი დაფინანსებები, რასაც შეერთებული შტატები მიმართავდა ბოლო წლებში.